დიდ სიმაღლეებზე მიწევდა მუშაობა, ფაქტიურად 8200-ი მქონდა ყველაზე მაღალი წერტილი, საიდანაც რაღაცების გადაღება მიწევდა და რა ვიცი, ყველა მთამსვლელი დამთანხმება არ არის მარტივი. როდესაც ჯგუფი მიდის, მიწევს რაღაცა გზიდან გადახვევა, სადღაც წასვლა, რომ იქედან უბრალოდ სხვა კუთხით შეხედო ამ ყველაფერს, და კადრი გადაიღო ელემენტარულად და ფიზიკურადაც ძნელი არის და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საკმაოდ ბევრ ყურადღებას და კონცენტრირებას მოითხოვს. ეს არ არის თქო სტადიონი, რომ წაიქცე და მე ფეხზე წამოდგები რა, ასე ვთქვათ. ომივით არის ფაქტიურად რა, ომში რომ მიდიხარ მეგობრებთან ერთად არავინ არაფრისგან დაზღვეული. შეიძლება ერთ წუთში შენ არ იყო, ან მეორე წუთში შენ მეგობარი და ზუსტად ესეა აქაც. როცა რაღაც არ გამოდის ყველა იდას რომ არ უბერავდნენ ესენი წავიდნენ და როცა გამოდის ყველა აღრთვანებული არა მაგარია. მქონდა ესეთი შემთხვევა, ერთ-ერთი პირველი ექსპედიცია იყო ჩემს ცხოვრებაში, ხანტენგრი ასეთი მწვერვალი ტიან-შანზე. ფაქტიურად ჩვენს თვალწინ 12 ადამიანი წაიღო ზღვამა და ყველა გარდაიცვალა. 4-ის ცხედარი ვიპოვეთ, ჩემთვის ეს პირველი შეხება იყო ესეთი და ძალიან შემზარავი იყო რა. და დანარჩენები უბრალოდ გაქრნენ რა. და ამის მერე მოგვიწია ისე ამ გზის გავლა, სადაც ეს ყველაფერი მოხდა და აი ეს მომენტი დღემდე მახსოვს, რომ რამდენად რთული დასაძლევი იყო ეს ბარიერი. სულ რაღაცა ექსტრემალური სიტუაციებია და ხშირად მიწევს ამ გარემოში ყოფნა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს გარემო ცოტა ხანი მაინც ჩერდება ჩემთვის ან რაღაცა პაუზას ვიღებ, მაგის შემდეგ უკვე წლება ეს ჩრდილოვანი მხარეები ამ ყველაფრის. ნარკოტიკია ერთგვარად, ძალიან პოპულისტური ნათქვამია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველა ადამიანში არის ეს რა. ძირითადად ფრილანსერად ვარ და არის შემოთავაზებები, აი კონკრეტულ რაღაცა პროდაქშენ კომპანიები მეძახიან, რომლებიც აკეთებენ ამ რაღაცა ექსტრემალურ ვიდეოებს რა. ეს ბოლო პერიოდი რაღაცა ისე ემთხვევა ხოლმე, ფოტოშოპს არანაკლები ექსტრემია ფორმულა 1-ის გადაღებები. დევიდ კულხარდი გადავიღეთ იორდანიაში, შოურანი ქონდა პეტრაში, ფორმულა 1 თუ ვიყავ ჩასულები, გვერდფრენით ჩადგეს, რადგან ისე ხო ვერ მიიტან და იქ უბრალოდ დრიფტი აკეთა. ბოლო 10 წელია ძალიან აქტიურად თორესი გადართული საჰაერო სპორტით, ანუ პარაგლაიდინგი, სპიდრაიდინგი და ესეთი მინივინგებით ფრენა. პატარა ფრთები არის, რომელსაც არ აქვს ამტევი ძალა, ანუ ყოველთვის ქვევით. ანუ მინუსია და ძალიან ახლოს დაფრენა ლანდშაფტთან, მიწასთან და საკმაოდ ექსტრემალურია. ძალიან დიდი სიჩქარე აქვს და თან სრიალებენ და თან პატარა ფრთა აქვს და თან ხტუნაობენ. აი, მაგით ვარ ძირითადად დაკავებული. სოფლიოში გვაქვს ძალიან ბევრი ადგილი, სადაც შეიძლება რომ ესე ხელუხლებელ ბუნებაში ისრიალო და საქართველოს არის ერთ-ერთი ესეთი ყველასთვის საოცნებო ადგილი, ეს არანაირი რაღაცა ეროვნული მოტივებით არ გამოდივარ, რომ ჩამოვიდნენ და ისრიალონ გაუყალავ თოლში. თუშეთში ვიყავით წელს, ზამთარში რაღაცა სასწაული არის რა, რაჭა სასწაულია, სვანეთის სასწაულია, ყაზბეგის სასწაულია. მე მთაწილად ბედნიერება და მომიწია ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ისტორიულ პიროვნებასთან ერთად მუშაობა, ეს იყო რუსი სპორტსმენი, Red Bull-ის სპორტსმენი და არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენი ვალერი როზოვი. სამწუხაროდ შარშან გარდაიცვალა ეს პიროვნება. ეხა მიდის მზადება ნახტომისთვის. პირველად ისტორიაში უშბიდან ხდება ეს ჯამპერი. თითქმის 8 წელი ვიარეთ ერთად და ბოლო შედეგები, რომელიც მაგის მერე არავის არ მოუხსნია, ფაქტობრივად ყველა ექსპედიციაში ერთად დავდიოდით რა. გადმოხტარია ევერესტიდან, მწვერვალ ჩოიოდან, იგივე უშბიდან, კილიმანჯაროდან, ჰუასკარანიდან, რა ვიცი, მსოფლიო რეკორდი აქვს ორჯერ დამყარებული. დიდი პრობლემა არის ეგზიტის პოვნა. ეგზიტი ნიშნავს ადგილს, საიდან უნდა გადმოხტე. ანუ ტექნიკურად ცოტა ესეთი ასახსნელი, ანუ ვერტიკალი ჭირდება მინიმუმ 100-დან 200 მეტრამდე, რომ შემდეგ ეს დაიტენოს ამ ჰაერით, ეს ბალიში გაკეთდეს და მეორე უკვე იფრინოს. თავიდან ვარდნა აქ და ევერესტამდე იყო ამადაბლამი, რომელზეც მე არ წავედი, რაღაცა დრო არ მქონდა იმ მომენტში. სწორედ ამ ამადაბლამზე მოვიდა ეს შემთხვევა, მან ვერ მოახსრო ეგზიტიდან ვარდნის შემდეგ გასვლა.
ასე ვთქვა. ანუ არ იყო ის მანძილი გასაფრენათა.